წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს სამხედრო მოძღვარი სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის მდომსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე შემოგვიერთდა. დაგვოცეთ მამაკაცო, გაიხარეთ დილამშვიდობის. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ სულიერი სიმშვიდის შესახებ, რაც ვფიქრობთ, რომ მგონი გვაკლია ყველას და რისი მოპოვებაც არის აუცილებელი. უფალო მოიხსენე დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ვკითხულობთ ფსალმონში, ეს არის ფსალმონის სიტყვები, როგორ მოიპოვება სიმშვიდე, რატომ გვაკლია სიმშვიდე და რა იწვევს ჩვენს ესეთ შფოთვიან ცხოვრებას. საინტერესო თემა არის, როცა თქვენმა პროდიუსერმა დამირეკა ამ საკითხზე და შემოთავაზა, რომ ეს განვიხილოთ, მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ მეც სიამოვნებით გავიგებდი რა არის, ასე ვთქვათ, გზა, რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ თქო, ეს რა თქმა უნდა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არ მაქვს შესაბამისი სიმშვიდე და ალბათ დღეს ნაკლებად ვინმეს ექნება. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ წმინდა წერილს, შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ წმინდა მამებს და მათი ანალიზით და მათი რჩევებით ჩვენს ვისარგებლოთ. დღეს ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული საუნჯეა სიმშვიდის მოპოვება, რადგანაც თუმცა არასოდეს არ ყოფილა დრო, როცა მარტივი იყო, მაგრამ დღეს გამაღიზიანებელი საშუალებები ძალიან ბევრია. და ფსალმური ძალიან კარგი სიტყვები მოიყვანეთ და თანაც ეს არის ავტორი, რომლის ცხოვრებაც მშვიდი არ ყოფილა. დიახ. და ეს რომ ეთქვა და პირობითად რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეზე ნაკლები ბრძოლები აქვს, მაგრამ განდეგილ, თქვათ, მონაზონს რო ეთქვა, ან მარტო ცხოვრებს, ან ასე შემდეგ, ან თუნდაც ასულიერო პირს, ან მე, კიდე გასაგები არის, მაგრამ ეს არის მეფე, რომელმაც ყოველდღიურად უამრავი განსასწრელი დაითმინა, ითმენდა, იყო უდიდეს სინანულში თავის წარსულის გამო, ასევე ბევრ დაპირისპირებაში თავის ოჯახის წევრების მხრიდან და მეგობრების მხრიდან. და წარმოიდგინეთ, ესეთი ადამიანი საუბრობს სიმშვიდეზე. ეს არის ალბათ ყველა ქრისტიანის, ასე ვთქვათ, სურვილი და მოცემულობა, რომ გქონდეს სიმშვიდე. და თავად უდიდესი მაგალითი ასევე სიმშვიდისა, თავად მაცხოვარი სოფლისა იესო ქრისტე ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდვარ და მდაბალ გულითა. ანუ ერთ-ერთი უპირველესი პირობა ადამიანის სიმშვიდისთვის არის სწორედ სიმდაბლე, ანუ თავის დამდაბლება. ეს ალბათ კიდე ცალკე განხილვის თემა იქნება, მაგრამ ერთი მეორის გარეშე ხანგრძლივ პერსპექტივაში რთულია. და მაგალითად წმინდა იოანეს სინელი ასევე ბევრი მამა, როდესაც აღწერენ სიმშვიდეს, საუბრობენ, რომ რისხანების, გაღიზიანების სხვადასხვა მიზეზები სწორედ ამ პარტავნებიდან გამომდინარეობს, დიდების მოყვარეობიდან გამომდინარეობს, ვერცხლის მოყვარეობიდან გამომდინარეობს. მაგალითად ასევე, ეს ძალიან კარგად აქვთ ეს ქრესტომატიულად აღწერილი ვნებების წარმომავლობა და მაგალითად მწუხარების ვნებას მოყვება გაღიზიანება და მრისხანება, რადგანაც მწუხარებს ადამიანი ერთ-ერთი მიზეზი, როცა შეიძლება კონდეს ვერცხლის მოყვარეობა და წუხს რო რამე არ აქვს და ასე შემდეგ. ზუსტად, კი ბატონო, ესეც ვერცხლის მოყვარეობის ერთ-ერთი დედმამიშვილია, ასე ვთქვათ. და ანუ იმის თქმა გსურს, რომ სიმშვიდე თავისთავად არ გამომდინარეობს უბრალოდ იმაზე ფიქრით, რომ მშვიდად ვიყო, არც სუნთქვითი ვარჯიშები დაგვეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში და არც გარკვეული სავარჯიშოები ან გარემო. ხშირად ბარემ აქვე შეგვიძლია ისიც ვთქვათ, როდესაც საუბრობენ ხოლმე, ან მთხოვენ, რომ აი მონასტერში წავიდეთ ცოტა ხნით, აი თუ სიმშვიდე რომ მოვიპოვო იქ და რომ ეკითხება, აი რა არის სიმშვიდის მოპოვების წყარო, აი ბუნებაში ვიქნები, თქვათ, ჩიტების ჩიქჩიკი და მე ვხსნი, რომ მონაზონი მონასტერში ბუნების გამო არ არის და რა თქმა უნდა ამ ქვეყნიური საზრუნავები ამ სიმშვიდეს გარკვეულწილად აღიზიანებენ, მაგრამ ადამიანს შინაგანი სიმშვიდე ჭირდება, რომ მოიპოვოს, ან სული სიმშვიდე არის მთავარი მამოძრავებელი. თუ ადამიანს შინაგანად ჯვარი გწირა, ჯუჯუხეთი აქვს, მას არც ერთი გარემო არ უშველის სასიმშვიდეობას. ხომ ალბათ ბუნებრივია, გიორგი, თქვას ადამიანმა, რომ ამა თუ იმ ფაქტს მოდი წინასწარ მომზადებული შევხვდები მშვიდად. რა თქმა უნდა, ეს ცალკე ჩვენი გამოცდის საგანი არის ხოლმე, როცა ჩვენ გონია, რომ აი რაიმე საკითხი მშვიდად წაივლის ჩვენ ცხოვრებაში, იგღელავთ და როცა გონია, რომ თითქოს უნდა ავნებულიყავით, აქ მშვიდად ვართ. ეს არის პირდაპირ მადლის მოქმედების შედეგი ხოლმე.
რაც რა თქმა უნდა სასურველია რომ ხშირი იყოს. აი დღევანდელ რეალობაში ელისაბედმაც ამ კითხვით დაიწყო საუბარი, რა იწვევს შფოთს, რა იწვევს ჩვენს გაღიზიანებას, უამრავი მიზეზია, რაც თავადაც ახსენეთ თქვენ საუბრის დროს, მამა გიორგი. კონკრეტულად შეგვიძლია თუ არა რამდენიმე მიზეზი დავასახელოთ დღევანდელი რეალური პრობლემის სინამდვილეში, რაც გვიშლის ხელსხომს სიმშვიდის გზაზე ზიარულში. კი ბატონო, ორი ძალიან საინტერესო რამე გააჟღერეთ. ეხლა ერთი არის ზოგადად რატომ არ გვაქვს სიმშვიდე და მეორე დღეს რატომ არ გვაქვს სიმშვიდე. ეს ორი თან ერთხარეს ემსახურება, მაგრამ თან შეიძლება აქცენტირება გავაკეთოთ თითოეულზე. ზოგადად სიმშვიდე ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი რატომაც არ გვაქვს, გარდა იმისა, რაც უკვე ვახსენეთ და სხვა ვნებებისა, რაც შეიძლება ჩვენში მკვიდრობდეს, ეკლესიის სწავლებით, ასევე ეს არის აწმყოში არ ცხოვრება ადამიანის, ანუ ადამიანი მუდმივად ცხოვრობს ან წარსულით ან მომავლით. ფიქრებით ცხოვრობს ადამიანი და ფიქრებით ცხოვრები ადამიანი ყოველთვის შფოთავს და აი საუკეთესო ქრისტომატიული არის ფაქტობრივად ეს სიტყვა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც რაიმე საუბრობთ სასულიერო პირები, ეს ყველაფერი უკვე როგორც სახელმძღვანელო ეკლესიაში მოცემულია, როგორც თავად სახარებაში, ასევე წინა მამებთან და ქრისტომატიული არის ამ პრობლემასთან ბრძოლაც და ეს პრობლემა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანი შფოთავს, როცა არ არის თავის ადგილზე, ანუ არ არის კონცენტრირებული ახლანდელ დროზე, აწმყოზე, დღევანდელ გამოწვევებზე. ცდილობს ორი ვარიანტია შემდეგ უკვე, ან ცდილობს გაქცევას, ან რჩება იმ წარსულთან, ან იმ მომავალთან, რომელიც ჯერჯერობით არ არის. და მომავალი ალბათ უფრო ცუდია, მომავალზე ფიქრი. ხა ეს ვიღაცამ შეიძლება გაიგოს, რომ აი არ ვიფიქროთ შვილებზე, არ ვიფიქროთ კარიერაზე. არა, რა თქმა უნდა, მაგაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი ისეთი მომავლის პერსპექტივების განხილვაზე, რომლებიც ჯერ აქტუალური არ არის. და აი ეკლესიის მამები გვასწავლიან აი უკვე გულის თქმების გარჩევას აქ. ანუ არასწორი აზრები რა არის. აი ყველასთვის ნაცნობი. დიახ. იწყებ ფიქს, რომ მოდი აი სახლისთვის რამეს მოვიტან საჭმელს ახლა. ეს ნორმალური ფიქრია, ეს მომავალი არ არის ცუდი მომავალი, ყოფილია და ოჯახში ირდება. მერე შემოდის, აი ხვალ რომ შიმშილობა დაიწყოს რა ხდება. აი ომი რო დაიწყოს იმ დროს რა შევით, ხო ყველაზე ნაცნობია ეს ფიქრები და უცებ ეს ცხოვრება გაგიტაცებს ისეთ რეალობებში, რომელიც აღმოაჩენს, რომ საერთოდ სხვაგან ხარ. ეს რეალობა შეიძლება არასოდეს არ დადგეს, მაგრამ შენ ამ შფოთში უკვე იმყოფე. და წახვიდე და მარაგები შეიძინო. კი, ნუ როგორც არის ხოლმე ხან შაქარი და კვერცხი და შემდეგ რომ მოიმარაგეს ერთი ტონა სახში. ხო, ეს სიმპტომია. ეს სიმპტომია იმის, რა თქმა უნდა, ეს არ არის მიზეზი, ეს არის სიმპტომი იმისა, რომ ადამიანი ღმერთს არ ენდობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანი არ ცხოვრობს, როდესაც ქრისტე ამბობს, რომ ზრუნავ თვალისადვი, რა ის ჭამოთ, რა ის ვათ, რა ის შემოსოთ. აი ამ მომავლის პერსპექტივაზე ზრუნვას გვარიდებს. ანუ იმაზე, რაც აი ამ დღევანდელი, ასე ვთქვათ, საყიდლის მიღმა არის, ან სანერვიულოს მიღმა არის. და მეორე მხრივ და ესეც კარგი აქცენტი იყო თქვენგან, რომ დღევანდელობაში რა არის შფოთის მიზეზი. შეიძლება დღეს ადამიანის საერთოდაც ცდილობდეს და მართლა აწყვოთი დღეს ცდილობდეს ყველაფრის გაკეთებას, ხო? მე დღეს ვის რა ვარგე, ცნობილი წმინდელია მართლის პრინციპი. მაგრამ ეპოქის პრობლემაა ძალიან დიდი, რადგანაც დიდი ინფორმაციული ნაკადი შემოდის ჩვენში ყოველდღიურად და ამ ინფორმაციული ნაკადის მთავარი მახასიათებელი არის შფოთი. ნეგატიური ინფორმაცია უმრავლესად სოციალურ ქსელებში, ამ ნეგატიური ინფორმაციის პარალელურად სოციალური მედია ისე ამოწყობილი, რომ აქცენტირებას რო აკეთებს ნეგატივზე, გარკვეულწილად ადამიანს უკვე უჭირს ბოლომდე კონტექსტის გააზრება ხოლმე, ან შეიძლება სწორად გაიგოს, შემდეგ აქ არის კომენტარების სექცია, განყოფილება, სადაც მე მიდის ბრძოლა, დაპირისპირება ერთმანეთთან და ესეც ხდება მთავარი პლატფორმა, ასე ვთქვათ, შფოთვის და სიმშვიდის დარღვევისთვის. აი სხვადასხვა ერთ-ერთი ალბათ საქართველოს ყველაზე ცნობილი მოძღვარს მამა თეოდორეს აქ ამასწინათ ქადაგება ამაზე შემხვდა ძალიან საინტერესო, რომ თანამედროვე ადამიანმა დაკარგა კულტურა და ზრდილობა, პატივისცემა სოციალურ ქსელებში. და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი თქვა ოჯახში არ არის გაზრდილი და რასაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე, არა, სოციალურ ქსელში ზღვარი წაიშალა. აი ადრე მაგალითად ხო, ცოტა წლების წინ თუნდაც ან თუნდაც რეალურ ცხოვრებაში ჩვენ შეიძლება ერთმანეთის აზრი არ მოგწონდეს, ან არ ვეთანხმებოდეთ და მიმღებლობაც კი შეიძლება დიდი არ გქონდეს, მაგრამ არის სიტყვების მარაგი, არის დამოკიდებულება, რაც არ გადავალთ. და სოციალურ ქსელში ეს წაიშალა.
შეიძლება სრულად უცნობა ადამიანმა დაგწყევლოს, შეიძლება სრულად უცნობა ადამიანმა სიკვდილი გისურვოს, შეიძლება სრულად უცნობა ადამიანმა ისეთ საშინელება გითხრას, რასაც ალბათ რა ვიცი, ვერც იფიქრებდი, ხო? თუმცა ხა ყველა ხო ამას არ გააკეთებს და ანუ ისე ხომ არ არის რომ აი კოკასაშინა რაც დგას იგივე წარმოსდიდების ანუ ხო, იცით რა არის, ყველა ამას არ გააკეთებს, მაგრამ რა გარემოშიც ვართ, ჩვენ ხო გვიწერია პირველ ფსალმონში, რომ ნეტარარს კაცი, რომელი არ ამივიდა გზაზე ღვთას, ანუ იმ სივრცეში, სადაც ან თუნდაც სახარების ქრისტეს სიტყვები, რომ თუ მარჯვენა შენი გასტუნებდეს, მოიკვეთე და განაგდეს შენგან თვალზეც მარჯვენა ხელი. ასე ხო პირდაპირ სხეული არ იგულისხმება, აქ იგულისხმება ის გარემო და წრე, რომელსაც შეუძლია ჩვენი შეცვლა და სოციალური ქსელების მომეტებულად გამოყენება სულ უკეთილშობილესი ადამიანი იყოს. ხო, ნეგატიურად მოქმედებს. მით უმეტეს როცა ადამიანს არ აქვს, აი, არის ხო ეხლა ყველაფერი და ძალიან სწორად აღნიშნეთ, არის ინსტრუმენტი. მე შემიძლია დანა გამოვიყენო დასაჭრელად და შეიძლება ადამიანს მივაყენო ზიანი. და სოციალური ქსელიც და მეც აქტიური მომხმარებელი ვარ, ნუ უფრო მეტად ამ ტვირთავი ქსელებში, მაგრამ აი ოდნავ 5 წუთით მეტი რო დაუთმო დრო ამ სოციალური ქსელების მართვას, მაშინო ჩემში შემოდის ეს შფოთი. და ალბათ ყველა ადამიანში არ არის არავინ დაცული. და ამის მიზეზი ის არის, რომ იქ გარემოა ისეთი, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს ადამიანის სიმშვიდის შენარჩუნებას. იქ ინფორმაცია, იქ გარკვეული ნაკადი თან ძალიან გადაუმოწმებელი საკითხებია და აქ უკვე ადამიანი ერთვება ამ ქარბურბალაში, რომელიც რაც არ ღვევს ჩვენ სულიერ სიმშვიდეს. მამა გიორგი, აი პირველ ნაწილში ძალიან საინტერესო თემა შეეხეთ, ფიქრებს რაც ეხება და აი ბოროტ ფიქრებს, რომელიც შემოდის ჩვენში და ზოგჯერ ისე ხდება, რომ ობიექტური რეალობა კი არ არღვევს ჩვენ სიმშვიდეს, სულიერ სიმშვიდეს. არამედ ის ფიქრები, რაც ჩვენში შემოდის, არ ვიცი ეს ალბათ ბოროტი ძალისგან და სულიერ ბრძოლას რასაც ვეძახით და აი ამ ფიქრებს, როდესაც ავყვებით, შესაძლებელია სულიად, ესე იგი, არ იყოს აცდენილი იყოს ეს ყველაფერი რეალობას, შეიძლება ვიღაც ადამიანზე გავღიზიანდეს ჩვენივე ფიქრების გამო, ან რაღაც აი ესეთი აპოკალიფტური ფიქრები შემოვიდეს ჩვენში, რაზეც თქვენ საუბრობდით და ამან დაგვირღვიოს სულიერი სიმშვიდე. აი ამის მიზეზი ვთქვათ რა არის და აი ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ და გავთავისუფლდეთ? აი მაგალითად, აი ყოფილა ალბათ ყველას გამოგვიცდი ესეთი შემთხვევა, როდესაც ეჩხუბები ვიღაცას გონებაში, ანუ რაღაცა გამოგონილი მიზეზის გამო, არც არსებობდა ეს მიზეზი, რაღაცა შემოვიდა შენში ეს ფიქრი, აყევი და ძალიან დაირღვა შენი სულიერი სიმშვიდე. კი, აი საინტერესო შემთხვევა აღწერეთ, ეხლა ადამიანი მეცნიერების მიერ გამოკვლეულია, რომ ადამიანს რისიც ეშინია, მაგით დავიწყოთ, 70% მის ცხოვრებაში არ მოხდება. აი ადამიანებს რის ეშინიათ სიკვდილის, ავადმყოფობის, ავტოკატასტროფის, ავიაკატასტროფის, ომის, შიმშილობის 70 სტატისტიკა არის. მის ცხოვრებაში ამ შიშების 70% არ მოხდება. 70 ეს კი არის 30 მოხდება, მაგრამ აი უეჭველად არ მოხდება. მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი აი ვიღაცას ეჩხუბება გონება, შენ ვიღაცაზე გაფრაზებულია, ესეც არის ჩვენი გონების პროექცია. დიახ. ანუ ჩვენ რეალურად აი ბოროტი ძალას სწორად აღნიშნეთ, ჩვენ გვებრძვის ორი რამით. ესეც თორცდების სინელთანაც არის აღწერილი და წმინდა ანტონიდიც საუბრობს. სინელი უშუალოდ საუბრობს ზუსტად ვიცი დავიწყების უნებაზე. ანუ ჩვენ გვავიწყდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გვახსენდება ის რაც საერთოდ უმნიშვნელოა. წარმოიდგინეთ ადამიანს შეიძლება წმინდა წერილიდან რაღაც მნიშვნელოვანი მომენტი დაავიწყდეს, ან საჭირო დროს არ გაახსენდეს, ეს დავიწყების ერთ-ერთი ფორმაა და ამ დროს შეიძლება ახსოვდეს ვიღაცასთან 10 წლის წინანდელი კამათი, რომლის გამოც ამ ადამიანთან კონფლიქტში იყო. ჩემ თავზე ვსაუბრობ პირველ რიგში. და ეს არის პირდაპირ შედეგი, რა თქმა უნდა, ბოროტის გავლენის, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინება. ამიტომ ერთადერთი რასაც ეკლესია ყველაზე ძლიერად, ასე ვთქვათ, პოზიციონირებს აქ, ეს არის ფიქრებთან ბრძოლის ხელოვნება. და ხა წმინდა მამები ამბობენ ესეთ რამეს, რომ აი, როდესაც გეწყება აზრები, უნდა მოიკვეთო იქ, სადაც უკვე იწყება ცოდვა. და აი ზოგს, როდესაც აი აზრებზე ვსაუბრობთ ხოლმე, წმინდა ეფრემ არიზონელსა აქვს ამის ვიდეოც არის სხვადასხვა არაჩვეულებრივი, როცა აზრები შემოდისო, რომ კარზე რო გიკაკუნებსო აზრებიო, ძალიან საოცრად ყვება. და შენ რო გაიხედეო და დაინახე რომ დაუპატეჟებელი სტუმარია, ნუ გაუღებო კარსო, იმიტომ რომ შენ რო კარს რო გაუღებო, ის შემოვაო და მე მას ვეღარ გააკავებო. და ჩვენ გვახსოვს ხო, ძველი აღთქმის ცნობილი მომენტი, რომ აიღეთ ჩვილნი და შეახეთქეთ კლდეს. ჩვილში რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ბოროტი აზრი საწყის მდგომარეობაში. და როცა ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, ყველას გონია რომ ხორციელ ნებებზეა მარტო საუბარი, ან რაღაცა აშკარა რაღაც ცოდვა, მაგრამ არა.
ყველა ადამიანს ებრძვის განსხვავებული რამ. ზოგს ნაყროვანება ებრძვის, მარხვაში შეიძლება მოუდეს რამე. არ დავასახელებ კერძებს, ხო? და ფიქრებში წამოვიდეს. ფიქრებში წამოვიდეს, შეიძლება გემოც იგზნოს ადამიანმა ოხშივარიც, მაგრამ მეორე მხრივ უკვე რო ხვდება ადამიანი, რომ ეს ბრძოლა უკვე აჩერებს ამ ფიქს, გადააქვს ყურადღება, იწყებს ლოცვას, იწყებს სხვა რამეზე ფიქს გადატანას და ეს არის იმუნიტეტი გარკვეული. ჩვენ ახლა როდესაც აი ადამიანები ცივდებით სეზონია ხო ამ გრიპების გაციების. აი რო ვატყობთ სიმპტომებს, რას ვაკეთებთ? სივწყალს ვსვავთ, ან მოკლესახელობებიანი გავდივართ, თბილად ვიცვამთ, ჩაის ვიმარაგებთ, წამლებს ვიმარაგებთ, ვთვლობთ, რომ ბევრი არ ვიკონტაქტოთ, ბევრი არ ვისაუბროთ, კარგად გამოვიძინოთ და თუ ჩვენს ხელზე ზრუნვა ესე კარგად ვიცით და სიმპტომებს ვამჩნევთ, სულის რაღაც პრობლემის სიმპტომებს რატო ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ შესაბამისი ცხოვრების წესიც შეიძლება არ გქონდეს და ეს ითქოს მე რა. სად არის და რაშია გამოსავალი? მამა გიორგი საინტერესოა და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი კითხვაც დავსვათ ხომ, როგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე. იგივე სოციალურ ქსელებზე ახსენეთ და ვისაუბრეთ, გამოვიყენოთ თუ არა, რა დოზით შეიძლება რომ ადამიანმა გამოიყენოს, რომ არ დაკარგოს ის სულიერი სიმშვიდე, რაც იქ მოხვედრამდე აქვს. ან რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ზოგადად ჩვენს ირგვლივ, სულიერი მოძღვრის როლი ჩვენს სულიერ მდგომარეობის ჩამოყალიბებაში, რომ შვიდად ვიყოთ, შევძლოთ მაინც რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ. კარგი საკითხია ესეც და ნახეთ წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი სახარების განმარტებისას აღნიშნავს, რომ მოდი ჯერ გავსაწყოთ რა არის ისევ და ისევ სიმშვიდე. სიმშვიდე აი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ არ არის მშვიდი გარეგნული მდგომარეობა. რადგანაც აი ვინმეს თუ გონია, რომ სიმშვიდე ეს არის წყნარა ჯდომა, ხმადაბალი საუბარი, ან უემოციო საუბარი, ეს არ არის სიმშვიდე, ეს არის მოჩვენებითი სიმშვიდე. ხშირად შეიძლება ადამიანი ძალიან ემოციურადაც იქცეოდეს, მაგრამ იყოს მშვიდი. მეორე მხრივ შეიძლება ადამიანი თითქმის არ საუბრობდეს, მაგრამ მისგან მოდიოდეს ეს გამოხატულება კონდეს აგრესიული, ამას ფსიქოლოგების დამეთანხმებიან. აქ თავარი ალბათ განსხვავება და თავარი მიმართულება, როგორ უნდა მოვიპოვოთ სიმშვიდე, ეს არის პირველ რიგში თვითონმა ადამიანმა უნდა ნახოს რა აღიზიანებს ყველაზე მეტად. ანუ რა არის მისი გამაღიზიანებელი ფაქტორი. თუ ადამიანის გამაღიზიანებელი ფაქტორი არის, შეიძლება ვინმესთან ურთიერთობა, შეიძლება სოციალური ქსელის, უნივერსალური არის, მოზღვართან კომუნიკაცია არის აქ უმთავრესი კომპონენტი, რომ გავარკვიოთ რა არის პრობლემა. შეიძლება იყოს ყველაფერი ერთად. მაგრამ აი წმინდა თეოფილაქტე ბულგარელიც აღარ ვახსენე და აღარ დავასრულე, ამბობს რომ ხო, სიმშვიდე არ არის მარტო გარეგნული სიმშვიდე და ადამიანიო რომ რამე ცუდს გეტყვისო და შენ რომ საერთოდ რეაქცია არ გექნებაო, ეს არ ნიშნავს რომ შენ მშვიდი ხარო. ეს არ არის სიმშვიდეო. თავარია შენში შინაგანად შემდეგ რა ხდებაო და ბოღმის სახით თუ დატრიალდა და მე ისე და გარეგნულად თუ იღიმები, ხო, რა აზრი აქვს. ერთი ესეთი პატერიკი მაქვს წაკითხული წლების წინ, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაზონს უკითხესო, რომ აი როგორ ხარო ესეთი მშვიდიო და ხალხს ეგონა იგი სამაგალითო ადამიანი და საკმაოდ გამოსტილი, ეს იღიმოდა მუდმივად მშვიდად იყო, ყველას თავს უხრიდა და როგორ ხარო ესეთი მშვიდიო, აი ძმებიო, ესეთ შეურაცხყოფას გაყენებენო, რაღაც გამცირებენო და შემდეგ და ყველა ელოდებოდა რაღაც სხვა პასუხს და ეს მოღვაწე მონაზონი ეუბნება, რომ მეო ისინი რომ მეუბნებიანო, რომ შენო აი ესეო, მე ვფიქრობ, რომ რა საწოდავი ხარ, რა საწყალი ხარ და აი ესე განიკითხავდა მათ და სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი გარეგნულად რა რო ჩანს მშვიდი, სიამოვნებაში ეს სიმშვიდე რითია მოპოვებული, მაგაზია დამოკიდებული და თუ ადამიანი სხვისი შეურაცხყოფით თუ იპოვებს ჭყალებში სიმშვიდეს, ეს სიმშვიდე არ არის. საბოლოო ჯამში ისე თქვენი კითხვით ალბათ რომ პასუხი შევაჯამო, სიმშვიდე მოიპოვება ერთ-ერთი გზით. ეს არის ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობით და ხო, ლოცვით, რა თქმა უნდა და ლოცვასთან ერთად, ან ზოგადად ლოცვა ზოგადი სახელია ქრისტიანული ღვაწლის. ლოცვა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებას, ყოველწამიერად ლოცულობთ. ჩვენი სამსახურებრივი მდგომარეობის დროსაც ლოცულობთ, განსაცდელის დროსაც ლოცულობთ. მარხვაც გარკვეული გაგებით ლოცვასთან კავშირდება, თავად ქრისტე აკავშირებს, რომ შეუძლებელია მარხვისა და ლოცვის გარეშე ნათესავი ბოროტი, ანუ ეშმაკის განდევნა, ხო? შესაბამისად, ღმერთთან ყოველდღიური ურთიერთობა, ასევე გახსენება, სახარების კითხვა, ძალიან თითქოს და ერთხელ მარტივი და ბანალური საკითხები არის გზა ამ სიმშვიდის შესანარჩუნება, რადგან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენით ამ სიმშვიდეს ვერც შევინარჩუნებთ, ვერც მოვიპოვებთ, ვერც შევინარჩუნებთ.
და აი როდესაც ტაძარში მივდივართ, აი რომ ეზიარებით იმ დღეს. აი იმ მომენტში რიგში რო დგას ადამიანი, ზიარების იქ უკვე სიმშვიდე ერღვევა. ხო, რატო? იმიტომ რომ ეს ბრძოლა დიდია და უნდა გვახსოვდეს რომ თავარი შვიდوار და მდაბალ გულით აქვს ქრისტეს სიტყვები. არ ამბობს შვიდوار. ქრისტე არის ამ ყველაფრის მაგალითი. თავად მაცხოვარს უნდა დავემოწაფოთ და თუ კი სამყაროს შემოქმედი განკაცებული ძეხვთისა არის 7 და მდაბალი ჩვენ არ გვაქვს სიმაღლის და საკუთარი თავზე ამაღლების შესაძლებლობა და როცა ადამიანიო წმინდა პაისის აქვს, როცა ადამიანი თავის თავს მტვერს მიიჩნევს, მტვრად მიიჩნევს, ის ვერაფერზე ვერ დამწუხრდებაო და როცა ადამიანი თავის თავს არწივად მიიჩნევსო, მისთვის გადმოვარდნა იქნება უსაშიო. მაგრამ როცა მიწაზე ხოხავი ან მტვერი გაწარმოგიდგენიაო საკუთარ თავს, იქ გამორიცხულია რომ შენ თავს დიდი წარმოდგენა შეექმნას და ასევე იყო აღელვებული რაიმეს გამო. დიახ, მამა გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არამხოლოდ ჩვენ სულიერ სიმშვიდეზე ვიზრუნოთ, არამედ ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სხვას არ დაურღვიოთ სულიერი სიმშვიდე და არ შევიტანოთ ჩფოთი სხვის ცხოვრებაში. აი სიტყვის ძალაზე მინდა გითხოთ, ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ერთი სიტყვით ადამიანს მთელი დღე რაღაცნაირად ისე დაურღვიოთ სულიერი სიმშვიდე და შფოთი შევიტანოთ მის ცხოვრებაში და შესაძლებელია პირიქით ერთი სიტყვით გავამხნევოთ და რაღაცა მისთვის წარმატებული იყოს ის ერთი დღე. ანუ, როდესაც ვიცით რომ სხვადასხვა კუთხით გვებრძვის ყველას ვნება და თქვათ ეს სხვადასხვა მხარე გვაქვს ხო სუსტი. როცა ვიცი რომ ჩემს მოყვას თქვათ რაღაცა ფეთქებადი ხასიათი აქვს, სიტყვაზე, ერთ სიტყვაზე შეიძლება გაღიზიანდეს სულიერი სიმშვიდე დაერღვეს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მე ეს გავითვალისწინო და არ დაურღვიო სულიერი სიმშვიდე. კი, ამაზე სახარებაში პირდაპირ წმინდა პასუხია გაცემული, რომ სიტყვითა შენითა გამართეს და შენდა დაისაჯო. ანუ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და წარმოიდგინეთ, სიტყვა არის თავადზე. ანუ სიტყვა ეს არ არის უბრალოდ რაღაც ბაგების მოქმედება, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ და რეალურად ადამიანი ერთ-ერთი ფაქტორით ამტკიცებს თავის ქრისტიანობას, თავის ცხოვრებას, თავის ყველაფერს, ეს ერთ-ერთი არის სიტყვა საქმესთან ერთად. და როდესაც ადამიანი თავის ქმედებებში ცდილობს წარმატებას, მაგრამ სიტყვა ხელს არ უწყობს, პირიქითაც შეიძლება იყოს, ხო, სიტყვით ძალიან არაჩვეულებრივი იყოს, მაგრამ საქმით ვერ შეეძლოს ეს ყველაფერი. აქ ძალიან დიდი პრობლემა იქნება უკვე ადამიანის, აი, ცხონებისაც კი პირდაპირ საუბრობთ, წმინდა წერილით საუბრობს წმინდა მამების და თითოეული ჩვენი სიტყვის გამო შეიძლება ვაგოთ პასუხი და აქ უბრალოდ ეხლა რო არ დავზაფროთ, რა თქმა უნდა, მაყურებელი ეს არნიშნავს იმას, რომ ეხლა ჩვენ ვიაროთ და თითოეული სიტყვისაც ფილტრაცია გავაკეთოთ პირდაპირ გაგებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ შევძლოთ ამ ადამიანის ტყავში ყოფნა, ასე ვთქვათ. ანუ ჩვენ ხო ვიცით რაღაცები, რაც გვაღიზიანებს, არ მოგწონს, არ გვსიამოვნებს. ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ ადამიანსაც ამ ადამიანს მოეწონება ეს ყველაფერი. აი, არაჩვეულებრივი ქართული გვახსენდება, იგავი ენით დაკოდილი, ხო? და ზუსტად ასახავს აი ქრისტიანულ პერსპექტივასაც. და წმინდა იოანე ოქროპირის ციტატას გამახსენდა ამაზე, რომ შესაძლებელი არისო, რომ ადამიანს აბსოლუტურად, ესე იგი, ერთი სიტყვით კი არაო, ერთი შეხედვითაც კი დააბრკოლო ადამიანი. და უნდა ვეცადოთ, ოღონდ აქ თუ არ ვწდები 6 სიტყვაზე მგლობაზე საუბრობს, ამაზე შეიძლება ვწდებოდე, გადასამოწმებელია, მაგრამ ჩვენიო ერთი არასწორი შეხედვაც კი შეიძლება იყოსო ადამიანის დაბრკოლების მიზეზი, არათუ სიტყვაო. ანუ ადამიანი იმასაც კი უნდა უკვირდებოდეს, რომ დაუშვათ ჩვენ საუბრობთ და რაღაცა ჩავიღიმე. აი მე ან ელისაბედს არ უნდა ეგონოს, რომ მე ეს რაღაცა ან დაცვინის მიზნით ჩავიღიმე, ან ნიშნის მოგების მიხვდით, აი ესე უნდა ფიქრობდეს ადამიანი, მაგრამ ამ ყველაფრის გასაღები რაშია? სიყვარული უნდა გაგვაჩნდეს. თუ სიყვარული არ გაგვაჩნია და საბოლოოდ მივდივართ თავარ მიზნამდე, ხო? იყვარებოდეთ ურთიერთას და ამით იცნობენ, რომ ჩემნი ხარ. ეს თუ არ არის მთავარი მიზანი, რაც არ უნდა ინსტრუქტაჟები ჩავიტაროთ ჩვენ, არაფერი არ აშველება ჩვენ. დაახლოებით 1 წუთი გვაქვს დარჩენილი და მშობლისა და ოჯახის როლით რომ შევაჯამოთ ერთგვარად ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის და ოჯახის ჩართულობა ამ პროცესში სულიერ სიმშვიდის გზაზე. კი, ოჯახი ხო ვიცით, რომ ჩვენ ეს არის მცირე ეკლესია და როდესაც ადამიანს ოჯახში აქვს სიმშვიდე, სიმშვიდეში ისევ და ისევ არ იგულისხმება, რომ შეიძლება ყოფითი რაღაც მცირე გაუგებრობები იყოს, მაგრამ ეს აქ უნდა იგრძნობოდეს სიყვარული და უნდა იგრძნობოდეს მშვიდი გარემო და თუ ადამიანი ამას თავიდანვე გრძნობს, ის ცდილობს, რომ ყველგან ამის პროექცია გააკეთოს სამსახურში,
უნივერსიტეტში, ეკლესიაში ყველგან. მაგრამ თუ ადამიანს ოჯახში აქვს ტოქსიური გარემო და მუდმივად რაღაცა კონფლიქტებია, ოჯახში ხო დამოკიდებულებებია, რაღაცა იქ აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, სამწუხაროდ ნარკოტიკული საშუალებები, ან ბევრი სხვა ფაქტორი კიდევ და სულ კონფლიქტებია შეიძლება ამის გარეშეც, ასევე სამწუხაროდ არის ხო განქორწინების შემთხვევები. თუ ადამიანი არ იზრდება კომფორტულ და მყუდრო გარემოში, მეტნაკლებად აქ არ არის საუბარი საოცარ და უმაღლესი დონის კომფორტზე, მაგრამ თუ ადამიანი ტოქსიურ გარემოშია, სამწუხაროდ და ამის ძალიან ბევრი გამოვლინება მინახავს ზოგადად, ადამიანი ყველგან ამ ტოქსიურ გარემოს ეძებს მერე შინაგან. სამწუხაროდ. აი ადამიანს მიაჩნია, რომ ადამიანს თბილად დაელაპარაკები, მოეფერები, მოსიყვარულები, გონია რომ ეს რაღაცა უჩვეულოა. და ეს არის სწორედ ოჯახის პრობლემა და ოჯახი მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით. სამხედრო მოძღვარი სანზონაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის ხელმსახური დეკანოზი გიორგი ბერაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.